მოგესალმებით ყველას. მე ვარ რუსკა მაყაშვილი და ეს არის გადაცემა რუსკა X მაყაშვილებთან. ჩვენ ახლა ვიმყოფებით რესტორან ორა მაყაშვილებში და შეგახსენებთ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს. ორა კარგია მაყაშვილებთან. კი, გრძელდება მაყაშვილებთან კარგად ყოფნა, კარგი ჭამა, კარგი სმა. ძალიან საინტერესო საუბრები, ძალიან საინტერესო სტუმრები, ბევრი ლაიქები, ბევრი გამომწერები, YouTube-ზე გადასვლები. მოკლედ, კიდევ ძალიან ბევრი სიახლეები გვაქვს თქვენთვის. ისე მომწონს რომ გვაქვს, ვამბობ და მარტო არ ვარ ამ საქმეში, ჩემო პატარა. ჩემი ტარტალეტკები რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემთან ერთად არიანს, ვაფშე რეებს ვლაპარაკობ, არ ვიცინს. დღეს გადავწყვიტე რომ ყველაფერს დავუმატოს. რუსკამს და ამიტომ ესე ვისაუბრებს. ჩემს გადაღების გადაღებაზე, გაჩვდით ახლა. ჩემი გადაღების გადაღებაზე ზრუნავს ლუმა ფილმსი. ჩემი ტარტალეტკები. რა გაყვირებთ თქვენ საერთოდ? ეს ვიღაცა ბაბულიკამ ჩაიარა, შეხედე. დღეს ყავს საოცარი სტუმარი და რაც შეეხება რატი გადავიდა fast food-ის კეთებაზე და წვავს კარტოფილს. აი პასუხი ეს არის. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი ყავს, გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობარია, კარგი ადამიანია, ძალიან ნიჭიერი მსახიობი არის და კიდევ ბევრი რამე არის, მოკლედ ხო იცით არა, კახა კინწურაშვილი, არა? ხო და დღეს მეეთრევა. და მე მაქვს უფლება ვთქვა, რომ ის მეეთრევა. წავედით ახლა ბარში. რომელი საათია? პირველი ნახევარია დღის და წამოდავთვრეთ ახლა მაყაშვილების ბარში. წავედით. არა, ეს ამას არასდროს არ გავაკეთებ. ამის გამო შეგიძლია მომაჭრა ხელი. აი ამის გამო შეგიძლია ესე მომაჭრა ხელი წეგარაც გავაკეთებ. წავედით. მოკლედ დღეს ძალიან დიდი დღეა რა. როგორ მიხარია რომ მოეთრა როგორც იქნა. ზეგან ხო თქვი სანამ მოვიდოდა რომ მე მაქვს უფლება თქვა რომ აი მოეთრა თქო. თქვენ გონიათ ბევრს აქვს მაგის უფლება? არა. აქტიურად არავის. შეიძლება არც მე არ მქ, მაგრამ მაინც თქვი. ოპა. ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ეს კაცი მოენატრა ყველას ძალიან, ოღონდ აი ესე რა, რომ ჭამს, რომ ცხოვრობს, რომ რაღაცებს აკეთებს, რომ სულს გავს. იმიტომ რომ ძალიან დიდ ბრძოლებში და ყველანაირ მნიშვნელოვან ამბებში ვართ ჩართულები, მაგრამ შენაირად არავინ არ არის ამ ყველაფერში ჩართული და ძალიან ვაფასებ და ძალიან ვიყვარხართ ყველას, ვინც სიმართლის მხარეს დგას. მაგრამ ლუდი ტაიტი. კაილუდია. ტაიტი. გარეთ მეკინ შეგიძლია მოგაკეთდა ცოტა ტაში დალილუდი ტაიტი. როგორ ხარ? მე კარგად. ნუ, კარგად, ხო იცი რასაც ნიშნავს. ხო, ანუ ცოტა ის გაქვს რა ქვია. აი, წვადი მოვიდა, მადლობა ჩემო და ხარ. დიდი მადლობა. მხნეთ და მხნეთ. ისე რომ ხო იცი მოგრეთ როგორც რა. აღარ უნდა მას ბევრი. მხნეთ ხარ. ხო, ჩაძიება. იმედი ბოლოს ხდება ეგრე ვარ, ხო? რა თქმა უნდა. რა ხდება ხა კინტურაშვილის ცხოვრებაში? ძალიან გემრიელია მართლა ეს სოკო. ხედა, ამის შემდეგ სოკოს უბრუნდები მე. აი ეს მართლა საოცარი სოკო. შაპაი მე რაცხა ძალიან ბევრი მოდის. რა სოკოა? რა ქვია ამ სოკოს? ხის სოკოა. ხის სოკო. აი უბრალოდ მარტივი ხეზე ამოდის, მართლა. ხეზე ამოდის მართლა? ხო, მართლა მაინტერესებს რას აკეთებ. გარდა რაც ვიცი, გარდა იმისა და რაც ყველამ ვიცით, რასაც აკეთებ და ღვინო. ხო, რომელიც გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი. ხო, საიდან მოიტანე ეს ღვინო უცებ? აი ვიცი რომ ძალიან ჩართული ხარ ამ შენობის ამბებში და აი ეს უცებ ღვინის აი ამ კუთხით რატო დახვედი? რო დავიწყე ღვინის სმა, აი ქართული ღვინო რომ გაჯანსაღდა. ხო. როდესაც გაჩნდა ბევრი კარგი მეღვინე, მარნები, მიდგომა შეიცვალა. ღვინო უფრო მეტად დავაფასეთ ვიდრე წლების წინ.
შენ ასე ვფიქრობ, რომ ღვინო წლების წინ არ იყო ესე თქვა დაფასებული და ეხლა უფრო დაფასებული. ბევრად უფრო გაყალბებული იყო, ბევრად უფრო გაყალბებული იყო ღვინო და მთელი პრობლემა ეგ იყო რა, რომ გაყალბებული ღვინო იყო და შესაბამისად, აი ჩვენი რაღაცნაირი ახალგაზრდობაც არ იყო რა, ღვინის მიმართ კარგად განწყობილი. არა, მე გეუბნები ჩვენს. ხო, ეხლა გახსოვს სტუდენტობის დროს რაღაცა ღვინოს ვავდი? არა, სხვა რა ხსოვდა. მაგაში ესა. იმიტომ რომ ეს რაღაც გაგება მხოლოდ და მხოლოდ იმის რომ აი მხოლოდ რაღაც ოჯახის ღვინო და ეს ოჯახის ღვინოც ხშირ შემთხვევაში არ იყო ისა კარგად მოვლილი რა და შესაბამისად ეგ დამოკიდებულებაც ბოლომდე რაღაცნაირად ძირფეს ვერად ტკიოდა ეგ ამბავი შენ? იცი რა, კი არ მტკიოდა, არ ვიცოდი, ღვინის ფასი არ ვიცოდი და მე რომ გავსინჯე კარგი ღვინოები. მე მივხვდი რომ კარგ ღვინოებში ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავდი, მაგდენი არ მქონდა და შესაბამისად დავიწყე უკვე მე თვითონ ღვინის კეთება. ცადე ყოველ შემთხვევაში და რო ვცადე, მე მივხვდი რომ ძალიან საინტერესო პროცესია რა, ნატურალური ღვინის კეთება განსაკუთრებით, როდესაც ჩარევა ესე ვთქვათ არ ხდება ღვინოში და თვითონ პროცესს მიყვები და იცი რა, გავს რა. ხო და გავს, ჩვენ პროფესიას გავს, სხვათა შორის. ჩვენი პროფესია ხო გაზიარებაზე დგას იმაზე რომ შენ რაღაცას აზიარებ, ხო და დაახლოებით იგივე რაღაცა არის რა, ანუ შენს პროდუქტს, შენს ქმნილებას, შენ უზიარებ სხვას რა. ოღონდ თავისთავად უნდა დალიო ღირსეულად. ღირსეულად დალიო რას ნიშნავს? აი მე რო ვსვავ ხოლმე ეგრე არა. მე ნახე მაგ შენი ღირსეულის დალებები. ძალიან ბევრი. ხო, ნუ ეგრე არა. ეგრე არა. ხო, ძალიან ესე ფილოსოფიურად და საინტერესოდ უდგები. დაგვინდა ჩემი მეგობარი დაკაცთა. სულ ჰაიფშია. რანაირად ახლა მაგას, რო სულ ჰაიფში იყო. მე? ხო. მიუხედავად იმას, რომ ეხა პერიოდული რაღაცნაირი ის გაქვს. მაგაზე ვიცი, სხვათა შორის ისე რომ არ უდარდობ რაღაცა იმაზე, ეს არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი გაჩერება ან პროფესიიდან გასვლა, ეს არის რაღაცნაირი ლოდინი რა, ხო, იმიტომ რომ ჩვენი პროფესია ზოგადად ლოდინია რა. და რას ელოდებ? მე გეუბნები, მე ხო არ მაქვს ის რომ ანუ რაღაც წახვიდე სახელმწიფო თეატრში და იქით თამაში. რანაირად გაჩავრო, თქვათ ამ მოლოდინის რეჟიმში ხარ, ისე რომ შენარი არტისტი ეხა სცენაზე არ უნდა იდგეს სად სულ ერთი იყო. ხო და მოვა მაგის დრო მე მგონი რომ ძალიან მალე. იმიტომ რომ რაღაცა ესე ვთქვათ მუშაობაც მაგაზე დაწყებული მაქვს რა. მოგენატრა სცენაზე დგა. თავისთავად ამით ვცხოვრობ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცაა, რითიც ესე ვთქვათ შემიძლია სამყაროსთან ურთიერთობა რა. ეს ხო რაღაცნაირი კვლევაა რა საკუთარი თავის ადამიანის გარემოსი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და მაგიტომაც არის რა, ალბათ ამ მნიშვნელობამაც ზუსტად აქამდე მომიყვანა რაღაცა ჩემთვის ესე ხანდახან რო ვფიქრობ ხოლმე, რაღაცნაირი ბედისწერაა რა და ეგრე უყურებ ზოგადად ამ პროფესიას მეც და ამას არ ვთვლი გაჭირ. რაღაც პერიოდი მქონდა, როდესაც ვფიქრობდი რომ შენ თვლი რომ თავგანწირვის რეჟიმში ხარ ახლა? არა, არანაირი თავგანწირვა არ არის. ეს არის უბრალოდ რაღაცა წინააღმდეგობა, რაღაც საკუთარ თავთან დარჩენა და ანუ სიმართლის ტარება რა, როგორც ჯვარის ესე ვთქვათ. ხო და ამ შემთხვევაში მე მგონია რომ ნებისმიერი ეგეთი პროცესი, როდესაც რაღაცა ესეთ პროცესში ხარ, არ არსებობს რომ არ აისახოს მერე პროფესიულად. უფრო მეტი ძალა არ მოხსეს. სიმართლე გითხრა, ამ პერიოდში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე უფრო და უფრო იზრდებოდა ამ პროფესიის მნიშვნელობა, ახლა აი ამ წამს რა მნიშვნელობაც აქვს პროფესიას ჩემთვის, ეგეთი მნიშვნელობა არასდროს არ ქონია. მე მგონი რომ ყოველთვის შენთვის ძალიან ძალიან სულ ქონდა, მაგრამ ძლიერი მნიშვნელობა. ახლა ვგრძნობ რომ მოდის. ოდეს მე გიფიქრია რომ აი ეს პოპულარობა რომელიც გაქვს, ტადი. მაიტა ტადი. პერიოდული რაღაც პრეტნობები ჩართე ხოლმე როგორც იცი ხოლმე შეკვეთილი ხოლმე აქ მე ჩაგიგუჯე ხო. ტადი ასილები. მართლა მაინტერესებს. ერთ დღეს რო აღარ გქონდეს ეს პოპულარობა. გიფიქრია. არა, იმიტომ რომ შენ ვიცი შენაირი ადამიანის და ჩემნაირი ადამიანის ამ ქვეყანაში რაღაცნაირად ვცდილობთ რომ რაღაცები ვაკეთოთ ისეთი რაღაცები რაც არ გვინდა, მე და შენ ხშირად გვიკეთებია ერთად ისეთი რაღაცები რაც არ გვინდოდა, ხშირად გამოგვიწვია ერთმანეთის ხელი ხან მე წამითრევი ხარ, ხან შენ წაგითრევი ვარ, ხან ანუ აი პირდაპირ გეუბნებით აი ფულის კეთებაზე გადა. მაგრამ ნახე ამასობაში მოვიდა ეს პოპულარობა, იმიტომ რომ თქვა ძალიან ნიჭიერი არტისტი ხარ, იმიტომ რომ შენ თაობაში შეიძლება ითქვას პირველი ხარ, მაგრამ ნახე რა მაინტერესებს. აი ერთ დღეს გიფიქრია, იმიტომ ამ ყველაფერს ძალიან ბევრი რამე მოაქვს მაინც რა.
ეგრეც არ შევხედოთ პოპულარობას, რომ რაღაც აქვს რაღაცები, რაც მოაქვს იგივე შენ და ინტერესი, იგივე ის რომ იგივე შენ თქვა სახვიდეთ რაღაც გადაღებაზე, იგივე ფილმში ითამაშო, ანუ ეს ამას მოაქვს ამ რაღაცნაირ პატარა ქვეყანაში, სადაც მსახიობი მართლა 20 ლარი ღირს. და ოდესმე გიფიქრე ამ ქვეყანაში უცებ რომ აი აღარ ხარ პოპულარული, აი რაღაც არაფერი აღარ მოწონთ შენი გაკეთებული და უბრალოდ აი მორჩა დამთავრდა რა, ანუ არაფერი აი გიფიქრე მაგაზე, ანუ და რა დონეზე გიფიქრია, მაინტერესებს აი რა მნიშვნელობა აქვს შენთვის პოპულარობას. მაგ კუთხის შესაძლოა არ მიფიქრე, იმიტომ რომ აი შედასაც ამბობ რა, ისეთი საქმეები, რომელიც ჩვენი პროფესიის მიღმა და გვიკეთებია, ჩვენ ზუსტად იმიტომ გვიკეთებია, რომ ჩვენ პროფესიაში დავრჩენილიყავით. ჩვენს პროფესიაში ყოფილიყავით, იმიტომ რომ მსახიობობა ფუფუნება ამ რეალობაში. ფუფუნებას არ გულისხმობ იმას რა, ფუფუნება რომ იყო მსახიობი, ხვდები? იმიტომ რომ შენ გიწევს 1000 რაღაცის კეთება, პირობითად რომ იყო თეატრში, ხვდები? რომ გადარჩე, რომ ფიზიკურად სულ ჩართული იყო რა და ამიტომ არის და იყო რომ სხვა საქმეებსაც ვაკეთებთ. გარდა ამისა. ისა სამწუხაროდ ხო ძალიან სასიამოვნო იქნებოდა რომ მხოლოდ რაღაც შენს პროფესიაზე იყო კონცენტრირებული და ხო როგორც არის ზოგადად ვიშდებოდი თეატრში და არანაირი არ ვიფიქრებდი ბოლო წამამდე შეშის ხორცებაზე როლის კი მაგრამ ვიცი რა არის ანუ ეგეთი რაღაცაც მომისმენია რომ აი ვიღაც მსახიობზე რა რომ უთქვამთ აი მსახიობს რომ ისე რა ხა მე რომ 2 მილიონი გადამიხადოთ მავან მე რომ 5 მილიონი გადამიხადო მეც ვითამაშებ ეგრე და ვიცი რა ეგრე არ არის რა მე მგონი რომ ჯერ 5 ლარის 5 ლარად უნდა ითამაშო 5 მილიონის. ვითამაშია 5 ლარათაც, 2 ლარათაც და 3 ლარათაც. გავიგე, მაგრამ ნუ იცი რა არის არსებობს რაღაცა რეალობა, რომელშიც ხარ და ამ რეალობას შენ ერთადერთი შეცვლი შენი მიდგომით რა, შენი პროფესიონალიზმით. და შენ თვლი რომ ეს პროფესიონალიზმის მიწოვა და სადღაც ბოლომდე აი ესე იქნები რომ აი ჩემი პროფესიონალიზმით მივაწვე და ანუ სადღაც იღლები მე ეს საქმე, ანუ რაღაცა მხოლოდ საქმედ არ მიმაჩნია, ხვდები? ეს არის ჩემი ცხოვრების ნაწილი რა, ჩემი პიროვნების ნაწილია. შესაბამისად ამას სხვა კუთხით, ხვდები? მხოლოდ და რაღაც შემოსავლის წყაროდ ვერ განვიხილავ. მე მინდა თუ არ მინდა. ხვდები? თავისთავად მინდა რომ ეს იყოს ღირსეული, არა, ხო, ღირსეულიანის ზღაურებას და ასე შემდეგ. ყველაფერში თეატრი იქნება თუ კინო იქნება თუ რა ვიცი, თუნდაც რეკლამა რა. თუნდაც რეკლამა. ხო, თუნდაც რეკლამა. მაგრამ თუნდაც ვიწევს მსახიობებს ტელევიზიაში წასვლა. ხო, მაგის გამო, რომ იყო თეატრში. რომ იყო თეატრში, რა, შენი საყვარელი საქმე. შენი საყვარელი საქმე, კი ბატონო. უანგაროდ იყო თეატრში მართლა. ხო, არ გეტირება ცოტა. მომენატრე ძალიან რო გიყურებ მენატრები. გაგიგებთ. როგორი мама, კახა კინწურაშვილი. ეგ რო გაიზდებიან, მე რა იმათ კითხე რა. მართლა არ იცი როგორი мама ხარ? მე? ჰენიაზი. ამბობ გეუბნები მე ვხირო ძალიან კაი დედა ვარ. მე ვცდილობ რომ კაი არ გინდა. არა, მართლა ვცდილობ, კი, ვცდილობ რომ კარგი мама ვიყო. რაში გამოიხატება ვცდილობ კარგი мама იყო, რას ნიშნავს ვცდილობ კარგი мама იყო? ვცდილობ мама და არ გამოგდის თუ რა? არა, ვცდილობ კარგი мама ვიყო, ანუ მშობელს რა რეალურად რა შეუძლია ყველაზე კაი გააკეთოს თავის შვილს. ხო, არა, ერთი რომ თავარი რა ალბათ, ერთი რომ მიცეს სიყვარული. და მეორე რომ მიცეს განათლება. ორი რაღაც რითიც შეუძლია მე ამ ადამიანს ამ სამყაროში იცხოვროს. გადარჩეს, შედგეს, კონდეს რწმენა და სწორი ღირებულებები. ვერც ვამბობ მაგ სიტყვას. ო, ეგრეა ზუსტად, ღირებულებები. ღირებულებები. რამდენი წლის ხარ გამახსენე? გამოიცანე ამდენი წლის ვარ. ნუ ახლა ჩვენი მე ვარ 39-ის, შენ იქნება 41-ის. 41-ის. მახსოვს რომ 2 წლიდან 1 წლის ხარ ჩემზე დიდი. არასწორად მახსოვს? 40-ის ვიყავი შარშან. 41-ის ხარ. და მომავალ წელს კი არა და სულათა ვარ, ხა მივხვდი. პირდაპირ 40-დან 42-ის უნდა გავხდე. სულათა ვარ. ეგრე მაგადასწრეტილი. 40 წლის ვარ უკვე მეორე წელია. რა იცოდეთ? ანუ 42-ის ხარ? ხდები. ხო, პირდაპირ მოგეთ 42-ის არის. 40-ის ხარ. 42-ში ვარ რა. კაი? კი. რაც თქვი 41 მილიონზე. არა. 40-ზე? 42-ზე? 42 კი. 41 არავის არაფერი არ გვინდა. ასაკისა. ტელეფონი კი რეკავს, ძალიან მაინტერესებს, რომ უპასუხე. 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 უპასუხე რა? ნუ გირეკავს. რატო გირეკავს? რა უნდა შეგა?
ოდეს მხარ გიფიქრია რომ რაღაცა შენი ფილმი გადაიღო ან რამე სპექტაკლი დადგა. აი სულ მაქვს მოთხოვნილება შენთან რომ გარდა იმისა რომ სცენაზე დგახარ და ვიცით ყველაფერი ასე აკეთებს საკმაოდ უნიჭოდ და დაბალ დონეზე. რას ფიქრობ, იქნებ სპექტაკლზე გიფიქრი, იქნებ ფილმზე გიფიქრი. აი მაინდა არასოდეს არ სპექტაკლზე ფილმზე კი. ფილმზე გიფიქრი. ფილმზე კი. ერთ-ერთი ისტორია, ანუ რაღაც ჩემი ბავშვობის ისტორია, რომელიც რომელსაც ვფიქრობ ხოლმე და მინდა რომ გადავიღო, ალბათ რაღაც დრო რომ მოვა. ერთადერთი ეგ არის. შენ თვლი რა დრო ჯერ არ მოსულა. ხო, იმიტომ რომ მაგას ბევრი კვლევა, რაღაც კუთხით სწავლა. თან ხო დრო და თან ისეთ ტიპთან ერთად მინდა რაღაც კუთხით საკუთარ თავზე მაინც ვერ ვიღებ მაგას რა, ეხა ფილმი გადავიღო, ეგრე არ არის ხო ხტები. რეჟისორობა, კინორეჟისორობა ძალიან რთული ამბავია და ბევრ რაღაცას მოიცავს და რაღაც კუთხით აი უფრო ალბათ ვინმესთან ერთად რა, რაღაცა აი ამ ჩემს ისტორიას. ხო. ერთ-ერთი მიზეზი აქვს მაგას რა, რატომაც მინდა რომ გავაკეთო, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ მაგის მატარებელი ვარ მაგ ისტორიის ხტები, აი რაღაცნაირად მინდა რომ ჩემგან გამოვიდეს რა, ანუ აბსოლუტურად ხო ხტები რა, ჩემგან გავიდეს და ხო რა, ცალკე იყოს რა. მალე მოვა მაგის რა. იმედი მაქვს. ერთ-ერთი ეგ, მაგრამ სპექტაკლზე არ მიფიქრია სხვათა შორის, არა, ეს ხო და ოდეს მე პატარა მსახიობებს შენზე ასაკეთ პატარა მსახიობებისთვის რჩევა მიგიცია? კი. 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 მერე? იღებე რჩევას? ერთ-ერთ შემთხვევაში მე მიცია რჩევა, როდესაც უკითხავთ რჩევა. ხო, არა, ეხლა მე ძვარწმუნებული ვარ, ეხლა მოერეს მოვედი და ეხლა მომისმინეთ, დასხედით, ეხლა მე ჩემი რჩევები უნდა მოგცეთ, არ მიგონია. ძალიან მნიშვნელოვანი, ეგ ხო, ეგ არის რა, აი, როგორ გითხრა რა, ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის, ეხლა მე მინახავს ეგეთ მსახიობები და მქონია ურთიერთობა, რომ აი მოუყოლიათ რაღაცა თეატრში რომ მივიდნენ, როგორ დახვდნენ უფროსი მსახიობები და რამხელა ტრავმა მიიღეს და ეს და მე ამას რო ყვებიან, მე ამათ ცხოვრებას უყურებ. ამათ თეატრში ყოფნას და ხვდები რომ იგივეს აკეთებენ. ხო, ხო. იგივეს უკეთებენ სხვას. კი, სულ ეგრეა. სხვა ახალ თაობას რა და მაგას ვერ ხვდები რა, როგორ შეიძლება ეგეთი ტრავმა ქონდეს და რაღაცნაირად არ მოინელო ეგ და პირიქით რახან ეგეთი გამოცდილება გაქვს, არ დაეხმარო რაღაც სხვას რა, მით უმეტეს ახალი თაობის წარმომადგენელს რა. და ეხლა ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც არ ვართ ეგ რომ რაღაც ახალი თაობა და ჩვენი თაობა და რაღაც ახლა ჩვენ მაინც პატარები ვართ ახლა. კი, კაცო, ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ყველაფერს ერგება, რომელიც ყველაფერს მოერევა და ყველაფერს შეძლებს, მე ესე მგონია, ანუ საოცარი თაობაა ეს. არა, ეს თაობა ეხლა ჩვენზე 10 წელი უმცროსები და მილენიალებზე მაქვს საუბარი, რომლებიც არიან. ხო, მაგრამ პატარები რომ მოდიან, ნუ პატარები პატარები ჩვენზე ხო. შემდეგი თაობა ძალიან კარგია. ძალიან მაგრები არიან და ძალიან მომწონს. ხო. და ამ შემთხვევაში მე მგონია რომ ჩვენი პროფესია ის არის რომ არა აქ ასაკი, ანუ სწავლობ ყველასგან. თათული მითხრა ერთხელ დოლიძემ რომ რაღაც რეპეტიციაზე ვიყავით და გეხოცება ეს რაღაცას ვაკეთებ და გააკეთე მეც უნდა ვისწავლო და რა უნდა ისწავლო და მე დავიწყეთ ლაპარაკი რომ პირიქით მე ძალიან ბევრ ამას აქეთ ვსწავლობ რა პატარებისგანო, იმიტომ რომ ახალი რაღაცები, ანუ ეგ ძალიან მესიამოვნებაა, რომ მაშინ მეც პატარა ვიყავი და ხო ხვდები აი მაგარში გაასწორა. მაგრამ ხო მეც არასდროს მეცაც გეტყვი, ანუ რომ მეკითხებიან ჩემ მომენტში არ ვაძლევ. შოდა. არ ვიცი. მის რა შეინტერესებს? შმოტი ხარ. შმოტი ვარ რჩევების. მინდა რომ სადღეგრძელო შევსო. დამს შეიძლება დავიდე. დათველი პატარა. ჩემც არ შეიძლება. რატო? მანქანაზე ხარ და მაგიტო? არა, მანქანად ვარ. მანქანა გაყიდე? არა, ხელოსანთანა. რითი მოხვედი? ტაქსით. იყარ ხარ და კიდე ვახტანგური დავლიოთ. კი. ბოლომდე არ დალია. გადაღება მაქვს. მართლა? ხო. მე გადაღება არ მაქვს, ბავშვები უნდა გამოვიყვანო. ხო, მე ბავშვები ხარ მომყავს. ამასთან არიან. ჩვენ მოვჭით გადაღებას კი. Все?